საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე ოკუპანტის სამხედრო ლიკვიდირებული ალან ბეროევი უკრაინელებმა მოკლეს. ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავრცელდა. ვლადიკავკაზელის სამხედრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია. თუ პუტინი უნგრეთში გასაფრენად პოლონეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებს, შესაძლოა მისი თვითმფრინავი დააკავონ. საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის თქმით, ქვეყანა იძულებული გახდება ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი აღასრულოს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტრამპი პუტინის შეხვედრა იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს. შევძელით, რომ ყველა ის ზომა ამოგვეღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიანო. ჩამწერეს კარდიოლოგთან და არ წამიყვანეს, ჩამწერეს თვალის ექიმთან არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ წერს ციხიდან შვილისთვის გამოგზავნილ წერილში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კოტე კოკაია. 64 წლის კაცმა მხედველობა აქციაზე დაკარგა. ადვოკატის თქმით, კოკაიას თვალი სპრეიმან ბლაგმა საგანმა დაუზიანა. ბრალდებულს გულის დაავადებაც აქვს. წერილში წერს, რომ უჰაერობა და უძილობა აწუხებს. ახალი თანამდებობების საკრებულოში თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარეს 3-ის ნაცვლად 4 მოადგილე ეყოლება. დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღებაც.